გასაღები ამ ყველაფერთან რა ინდივიდუალურ დონეზე ხო მე ვერ დავამარცხებ 200 წლიან ინსტიტუციურ მეხსიერებას მქონე კგბ-ს ერთი ადამიანი ხო მე არ ვარ სამწუხაროდ მაგრამ ჩემ თავს შემიძლია ეს რაღაც გაკეთება და ძალიან მაგრამ მუშაობს ეგ მუშაობს მათ შორის მოძალადეებთანაც წყვილებში ეგ მუშაობს როცა მანიპულატორთან გაქვს ურთიერთობა ორი რაღაც არის tone walling ქვია ერთი რომ როცა ადამიანს უნდა რომ შენში ემოცია გამოიწვიოს და რეაქცია შენ ნეიტრალური რჩები ანუ არც ნეგატიური არც პოზიტიური ემოციას არის ნეიტრალური რჩები და მეორე არის რაც შეუძლებელი არის ახლა ამ პირობებში მაგრამ მეორე რასაც მე მივაგენი ჩემ თავს რომ მუშაობს არის რომ სხვა ამ პირველ რიგში კითხვას რა უნდა ახლა ჩემ მტერს თუ უნდა რომ მე გეჩხუბოთ თქვენ ქალბატონო მე თქვენ არავითარ შემთხვევაში სულ რომ დედა მაგინოთ მე თქვენ არ გეჩხუბოთ ამაში ეს ექმა ხო და რა უნდა ჩემ მტერს თუ ჩემ მტერს უნდა რომ მე არ გავიდე რუსთაველზე მე გავალ რუსთაველზე იმის მიღება მე ანუ მე ძალიან გულწრფელად ვიტყვი ახლა და ბევრი არის ჩემ მე არაფრის იმედი არ მაქვს მართლა ანუ აბსოლუტურად წარკვეთილი ვარ და აბსოლუტურად განცდა მაქვს რომ დაღუპულები ვართ და მორჩა ყველაფერი დავიხურეთ და ტიტრები ამოვუშვით მაგრამ ვიცი რომ ამას რო გძნობ ეს არ არის ჩემი გულწრფელი ემოციები ეს რაღაცა არის განპირობებული და ჯერ რომ ვერ პოულობ ხელჩასაჭის და პროპაგანდას ჩემ თავშივე რომ ვერ ლოგიკით ვერ ვერევი უბრალოდ პრინციპს ვიღებ რომ რახან მტერს უნდა რომ მე ამ შეგრძნებამ სახლში დამტოვოს მე ავდგები და ჩემი წეაღლება იქნება რომ რაც მტერს უნდა იმის საპირისპიროს გავაკეთო. ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი და ალბათ ასევე მეც ვიტყვი გამოსავალზე ერთ-ერთ სიტყვას ყველაზე საშიში არის არა ის, რასაც პროპაგანდა აკეთებს, არამედ როცა უსამართლობას უყურებ და გგონია რომ ეს შენ არ დაგემართება. არადა როცა უსამართლობა ხდება და როცა შენ ამაზე თვალს დახუჭებ, ის აუცილებლად მოვა შენამდეც.